აპოკალიფსის სულიერი რენტგენი, ორი მოწამე, გლობალური სიცრუე და დიდი გამოცდა. მინდა გესაუბროთ იმაზე, რაც მოსვენებას არ მაძლევს. ეს არ არის უბრალოდ გეოპოლიტიკური ანალიზი, რომელსაც ყოველდღე ისმენთ ინფორმაციებიდან. მე მოგიწოდებთ მიმდინარე მოვლენებს შევხედოთ სულიერი სიღრმიდან, იმ მეტაფიზიკური სიმაღლიდან, სადაც ჩვენი რეალობა საოცრად და საშიშად ემთხვევა კაცობრიობის ყველაზე იდუმალ გაფრთხილებას, იოანეს გამოცხადებას. ცოტა ხნის წინ, როდესაც ამ საშინელ რეალობაზე ფიქრი დავიწყე, ჩემს ცნობიერებაში თავიდან რიცხვი 2 ამოტივტივდა. წმინდა წერილის გადაკითხვისას და სულიერ ხედვაში ჩაღრმავებისას მივხვდი, თუ რას ეძებდა ჩემი გონება. იმ უმნიშვნელოვანეს საბედისწერო ფიგურებს, რომლებიც აპოკალიფსის, ანუ იოანეს გამოცხადების მე-11 თავში არიან აღწერილი. ესენი არიან 2 მოწამე. მე მჯერა და ჩემი სული ხედავს, რომ დღეს მსოფლიოში სწორედ ის ჟამი დგას, რაც წინასწარმეტყველებაში წერია. უბრალოდ ამის დასანახად დღეს ადამიანებს სულიერი მზერა დაეხშოთ. შეხედეთ რეალობას, 2 ერი, უკრაინა და ისრაელი დღეს ეგზისტენციალურად სისხლით იბრძვის იმ ბოროტების ღერცის წინააღმდეგ, რომელსაც ერთი მხრივ რუსეთის პოლიტიკურ-რელიგიური ფსევდოქრისტიანული სისტემა წარმოადგენს, მეორე მხრივ კი ირანის თეოკრატიული რეჟიმი და მისი ფანატიკური ტერორისტული დაჯგუფებები. ეს 2 ერი ჩემს ხედვაში სრულიად ნიშანდობლივად გამოიკვეთა, როგორც აპოკალიფსური 2 მოწამე. მოდით მუხლებრივად მივყვეთ გამოცხადების მე-11 თავს და გავაშიშვლოთ ის, რაც დღეს ჩვენ თვალწინ ხდება. პირველი, ტაძრის გაზომვა და გარე ეზოს გადაცემა წარმართებისთვის. მუხლი პირველი და მეორე. გამოცხადების მე-11 თავი საზარელი გაფრთხილებით იწყება. ანგელოზი მოუწოდებს იოანე ღვთისმეტყველს. ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და სამსხვერპლო, ხოლო ტაძრის გარე ეზო გამოტოვე. ვინაიდან იგი მიეცემა წარმართს და ისინი 42 თვეს გაქელავენ წმინდა ქალაქს. დაუკვირდით ამ სიტყვებს, დღეს გარე ეზო, ყველაფერი ის, რაც გარეგნულად ცივილიზებულად, დასავლურად ან ქრისტიანულად ასაღებს თავს, სულიერ უსჯულოებას მიეცა. წმინდა ქალაქის გაქელვა სხვა არაფერია თუ არა იმ ფუნდამენტური ფასეულობების ნგრევა, რასაც ბიბლიური მორალი და ადამიანის ღირსება ეყრდნობა. მეორე, 2 მოწამის გამოჩენა, მუხლები მე-3 და მე-4. და მივცემ ჩემს 2 მოწამეს და იწინასწარმეტყველებენ 1260 დღეს ძაძებით შემოსილი. ესენი არიან 2 ზეთისხილი, 2 სასანთლე. აი ჩვენი რეალობის მთავარი ღერძი, ვინ არიან ეს ძაძებით შემოსილი? ომში, ნგრევასა და გლოვაში მყოფი მოწამეები, თუ არა უკრაინა და ისრაელი. ისინი დღეს მთელი კაცობრიობის წინაშე ამოწმებენ. ისინი არიან 2 სასანთლე, რადგან მათი თავგანწირვა არის ერთადერთი სინათლე, რომელიც აიძულებს სამყაროს დაინახოს აგრესორების და ტერორისტების ნამდვილი სახე. ისინი სიმართლის მხარეს დგანან მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო პოლიტიკურ მედიატორობას თამაშობს და სირაქლემასავით თავს ქვიშაში მალავს. მე-3, მოწამეთა სულიერი ძალაუფლება და წინააღმდეგობა, მუხლები მე-5 და მე-6. და თუ ვინმე სურს მათი ვნება, ცეცხლი გამოდის მათი ბაგეთაგან და შთანთქამს მათ მტრებს, მათ აქვთ ძალაუფლება ზეცის დახშვისა და დასცენ დედამიწის ყოველი წყლულით. ეს მუხლები აღწერს იმ მორალურ და ფიზიკურ დარტყმას, რომელსაც ეს 2 ქვეყანა ბოროტების სისტემას აყენებს. მათი სამხედრო და სულიერი წინააღმდეგობა მთელ გლობალურ წესრიგსა და ეკონომიკას აზანზარებს. ეს არის ზეცის დახშვა და რესურსების კრიზისი. მათი სიმართლე ცეცხლივით სწვავს მტრის პროპაგანდას და ვინც მათ გასანადგურებლად მიდის, თავადვე განიცდის გარდაუვალ სამხედრო და მორალურ გამოფიტვას. მე-4. ხეცის თავდასხმა უფსკულიდან, მუხლი მე-7. და როდესაც დაასრულებენ თავიანთ მოწმობას,
მხეცი, რომელიც ამოდის უფსკვლიდან, შეებრძოლება მათ, ძლევს და მოკლავს მათ. შეხედეთ ამ უფსკვლიდან ამოსულ მხეცს. ეს არის ტერორისტულ ავტორიტატული კოალიცია, რომელიც ყოველგვარი, ღვთიური და ადამიანური მორალის მიღმა დგას. ტექსტი გვაფრთხილებს, რომ მხეცი დროებით ძლევს და მოკლავს მათ. განა ამ უმძიმეს კრიტიკულ წუთებს არ ვხედავთ დღეს? ოკუპირებული მიწები, ნაცრად ქცეული ქალაქები, დასავლეთის მხრიდან დახმარების მზაკული შეფერხება და საერთაშორისო იზოლაცია. ბოროტებას გონია, რომ უკვე გაანადგურა და წაშალა ეს ორი ერი. მეხუთე. მსოფლიოს დაბრმავება და ბოროტების ზეიმი, მუხლები მერვე და მეათე. და აი მივადექით ყველაზე შემაძრწუნებელ პარადოქსს, რომელსაც დღეს საკუთარი თვალით ვუყურებ. თანამედროვე ლიბერალური და დემოკრატიული სამყაროს სულიერ დაბრმავებას. და მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის ქუჩებში, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე. დედამიწის მკვიდრნი გაიხარებენ მათ გამო და იზეიმებენ, ვინაიდან ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი. გაიხსენეთ ძველი ახლის წინასწარმეტყველება. ზაქარია პირდაპირ ამბობდა, ისრაელის წინააღმდეგ შეიკრიბება მსოფლიოს ბევრი ხალხი და დღეს ჩვენი თვალით ვხედავთ, როგორ განეწყობა მსოფლიო საზოგადოება, მისი ვითომ დემოკრატიული და ლიბერალური ნაწილიც კი ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი ფიზიკურად ანადგურებს კანიბალურ ტერორიზმს. დასავლეთის ლიბერალური ელიტა, უნივერსიტეტები და მედია კი სრულიად დაბრმავებულან. ისინი ხელს აფარებენ მკვლელს და დამნაშავედ აცხადებენ მსხვერპლს. მითხარით, განა იგივე არ ხდება უკრაინის შემთხვევაშიც? მიუხედავად დეკლარირებული მხარდაჭერისა, ამ ცივილიზებულ სამყაროში მუდმივად ჩნდებიან ულტრალიბერალები თუ შეფარული პრორუსი პოპულისტები, რომლებიც ბლოკავენ იარაღს, ვაჭრობენ უკრაინის სისხლით და ფაქტობრივად გვამად აქცევენ ამ ქვეყანას გეოპოლიტიკურ რუკაზე. ეს გულგრილობა და ფარული სიხარული იმითაა გამოწვეული, რომ ამ ორი ერის თავგანწირული ბრძოლა მათ ყალბ კომფორტს ურღვევს და მათ სულიერ სიცარიელებს აშიშვლებს. აი ასე აწამა ორმა წინასწარმეტყველმა დედამიწის მკვიდრნი. მეექვსე. მოწამეთა მკვდრით აღდგომა, მუხლები მე-11 და მე-12. მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან და დაადგნენ თავიანთ ფეხზე და დიდი შიში დაეცა მათ მნახველთ. ისმინეთ ჩემი სიტყვა. ეხლა მე ვამბობ ამას. ბოროტების ზეიმი ხანმოკლეა. უკრაინაც და ისრაელიც მიუხედავად უდიდესი მსხვერპლისა, სულიერად ვერ გატყდებიან. ღვთის სიცოცხლის სული ფეხზე დააყენებს მათ. მათი გადარჩენა და მორალური გამარჯვება იქნება ისეთი სასწაული, რომელიც თავზას დასცემს და დიდ შეშფოთებას მოჰქვრის მათ მტრების კრემსა თუ თეირანში. მე-7. დიდი მიწისძვრა და სისტემის რღვევა, მუხლი მე-13. იმ საათს მოხდა დიდი მიწისძვრა და ქალაქის მეათედი დაეცა, ხოლო დანარჩენი შეშინდნენ და დიდება მიაგეს ზეცის ღმერთს. ამას მოჰყვება გლობალური ტექტონიკური ძვრები, ის იმპერიები და კერპები, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობდნენ. შიგნიდან დაიწყებენ რღვევას. რუსეთის ფსევდოქრისტიანული იმპერიალისტური მატრიცა და ირანის ტერორისტული ღერძი, რომლებიც დღეს ანტიქრისტეს ნამდვილი მსახურებივით მოქმედებენ, სულ კრახსა და თვითგანადგურებას განიცდიან. მერვე. მე-7 საყვირი და უფლის გამეფება. მუხლები მე-14-დან მე-18-ს ჩათვლით. და მე-7 ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და მოვიდა შენი რისხვა და ჟამი, იმათი დაღუპვისა, რომელიც ღუპავენ დედამიწას. ეს განაჩენია. მეგობრებო, ეს სიტყვები პირდაპირ მიემართება მათ, ვინც დღეს ომებს აჩაღებს, ბირთვული აპოკალიფსით ემუქრება კაცობრიობას და ტერორით სპობს უდანაშაულო სიცოცხლეს. ანტიქრისტეს მსახურთა დროებითი მიწისმიერი ძალაუფლება დასრულდება და დადგება უზენაესი სამართლიანობის ჟამი. მე-9. აღთმის კიდობნის გამოჩენა, მუხლი მე-19. და გაიხსნა ღვთის ტაძარი ზეცაში და გამოჩნდა მისი აღთმის კიდობანი.
ეს არის სულიერი ტრიუმფი, რომლითაც ყველაფერი გვირგვინდება. აღთქმის კიდობნის გამოჩენა ნიშნავს, რომ ღმერთს არასოდეს დაუვიწყებია თავისი აღთქმა, არც ფიზიკურ ისრაელთან, რომელსაც ეს გლობალური დაპირისპირება არ გუნა ბედმა, და არც უკრაინასთან, როგორც ქრისტიანულ სახელმწიფოსთან, რომელმაც ზეადამიანური გამოცდა აიტანა. ის, რაც ტელევიზორში უბრალოდ გეოპოლიტიკურ კონფლიქტად საღდება, სინამდვილეში კოსმიური ბრძოლაა. ბრძოლა, სადაც უკრაინა და ისრაელი დღეს წინა ხაზზე დგანან, ატარებენ მოწამეობრივ ტვირთს და საკუთარი სისხლით ამოწმებენ სამყაროს წინაშე, თუ სად გადის ზღვარი სინათლესა და წყვილად შორის. ახლა კი მოდით უფრო ღრმად ჩავხედოთ ამ საიდუმლოს და განვარტოთ ეს ციფრები, რას ნიშნავს ტექსტში ნახსენები 42 თვე და 1260 დღე. შეცდომა იქნება თუ ვიფიქრეთ, რომ ეს კალენდარული პირდაპირი გაგებით ნათქვამი დროა. არა, აპოკალიფსში რიცხვები მეტაფიზიკური კოდებია და მათი სულიერი აღქმა სულ სხვა საიდუმლოს გვიხსნის. უპირველეს ყოვლისა დაუკვირდით ბიბლიურ მათემატიკას. 42 თვე და 1260 დღე ეს არის ზუსტად 3.5 წელი. ბიბლიურ ნუმეროლოგიაში რიცხვი 7 არის ღვთიური სისრულის, მთლიანობის და ჰარმონიის სიმბოლო. შესაბამისად 3.5, ანუ 7.5 არის სიმბოლო იმისა, რაც გატეხილია, არასრულია და დანაკლისი აქვს. ეს არის უდიდესი წინასწარმეტყველური დაპირება. ეს ნიშნავს, რომ ბოროტების ძალაუფლებას, რაც არ უნდა ყოვლის მომცველი და საზარელი ჩანდეს, იგი დღეს აქვს მკაცრად განსაზღვრული შეზღუდული საზღვარი. ბოროტებას არასდროს მიეცემა მთელი დრო, მას ეძლევა მხოლოდ დროის ნახევარი, მისი ზეიმი დროებითია და ის განწირულია დასასრულისთვის. გაიხსენეთ ძველი აღთქმის უდიდესი მაგალითი, ელია წინასწარმეტყველი. როდესაც ისრაელში კერპთაყვანისმცემლობა და უსჯულოება მეფობდა, ელიას ლოცვით ზესამ ზუსტად 3.5 წლით, ანუ 42 თვით ჩაკეტა წვიმა. ეს იყო სულიერი გვალვის, უმძიმესი გამოცდისა და ჭეშმარიტების დევნის პერიოდი, მაგრამ ამ პერიოდს ჰქონდა დასასრული და მას მოყვა ღვთიური ცეცხლის ტრიუმფი. დღეს ეს 1260 დღე არის სიმბოლო ზუსტად იმ ინტენსიური ტანჯვის, გამოცდის და სულიერი გვალვისა, რომელსაც უკრაინა და ისრაელი გადიან და მთელი მსოფლიოც. ეს არის ჟამი, როცა წუთისოფლის სიბნელე გაწვება, მაგრამ შენ როგორც მოწამე, ძაძებით შემოსილი, მაინც დგახარ და სიმართლეს ღაღადებ. ეს რიცხვები კალენდარს კი არ გვიჩვენებენ, არამედ გვამცნობენ კოსმიურ კანონს. ბოროტების ჟამი ყოველთვის დათვლილი და შეზღუდულია, ხოლო მოწამეთა გაძლება და სინათლის გამარჯვება მარადიული.